თავი მიათე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინც კარიდან არ შედის ცხურის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდი და ავაზაკია იგი. ვინც კარიდან შედის, ცხურის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, სხვარი უსმენს მის ხმას. იგი სახელით მოუხმობს თავის სხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და სხვარიც მისდევს მას, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვართა. ყველა ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია და ცხვარმა არ მოусმინა მათ. მე ვარ კარი, ვინც შედის ჩემით, გადარჩება, შევა და გამოვა და საძოვარს პოვებს. ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს სხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც სხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირია იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემ სულს ვწირავ ცხვრთათვის. მე სხვა ცხვრებიც ამყავს, არ ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვწირავ, რათა კვლავ დავიბრუნო იქ. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვით ვწირავ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამა ჩემისგან მივიღე. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. ბევრმა მათგანმა თქვა: ეშმაკეულია იგი და შეშლილი, რისთვის უსმენთ მას? სხვებმა თქვეს: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განაშეძლებს ეშმაკი ბრმას თვალი აუხილოს. სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. იესო ტაძარში დადიოდა სოლომონის ტოვაში. აქ შემოეხვინენ იუდეველნი გარშემო და უთხრეს: როდემდე უნდა გყავდეს ჩვენი სული დაბნეულობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით. მიუგო იესომ: გითხარით და არ ირწმუნეთ. ჩემი საქმეები, მამა ჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემს. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისაგანნი არ ახართ, როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ ვერ გაიტაცებს მათ მამა ჩემის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ. მაშინ კვლავ დაავლეს იუდეველებმა ქვას ხელი მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან. რომელი მათგანისთვის მქოლავთ? მიუგეს მას იუდეველებმა: კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდის შენს თავს. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ წერია, რომ მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, მას, რომელიც მამამ განწმინდა და მოავლინა წუთის სოფელში, ეუბნებით ღმერთს გმობო, რა კი ვთქვი, ღვთისზე ვარ მეთქი. თუ მამა ჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ. მაშინ კვლავ ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხდა მათ ხელიდან. ისევ წავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე და იქ დარჩა. ბევრნი მოვიდნენ მასთან და უთხრეს: იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყო. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.